და ამიტომ უნდა გაითვალისწინოს ამ ხელისუფლებამ ეს დაშვებული შეცდომები მარგველაშვილთან დაკავშირებით, გახარიასთან დაკავშირებით, კვირიკაშვილთან დაკავშირებით, ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რესპუბლიკელებთან დაკავშირებით, ძიძიგურებთან დაკავშირებით, ბესელიებთან დაკავშირებით. ეხლა აი თითებზე იმიტომ ვითვლი არ მინდა არავინ გამომრჩეს, მაგრამ მაინც გამომრჩება, იმდენად ბევრი ყავს ასეთი მოღალატე, რომ ყველას ვერ ჩამოვთვლი. და ამიტომ იცით რა არის, შეცდომებზე სწავლობენო და გამოიხედეთ და ერთგული ადამიანებიც ძალიან ბევრია ამ ქვეყანაზე რა და ერთხელ ვიღაცამ თქვა რომ გურიაშიო კაცო მივიდნენ ადამიანებიო ესო ხელისუფლებიდანო და უთხრესო იქო შემოსჭიბლესო რა ადგილობრივებმაო რომ კაცო აი ეს ხალხიო ვიღაცები რო ყავ დანიშნულიო ეს არ არიან მოწოდების სიმაღლეზე ვერ ამართლებენო თაკისრებულ ფუნქციებსო და ვიცითო გეთანხმებითო აი ამ რაღაც გარკვეულწილად თქვენს აი ამ ნათქვამსო მაგრამ აიო ჩვენцо ძალიან გვიჭირსო იმიტომ რომ პატიოსანი კაციო სანთლით საძებანი ხოდა გურული რისი გურულია თენდამოსწრებული რო არ თქვა ის სიმართლე თავისი ენით და თქვენო ვიზია ბუასილი სანთლით თუ ეძებთო მაგ ხალხს არ ვიციო მაგრამ ხალხის მეტი რა არისო და არ ვიცი ხა ბუასილი სანთლები თუ ეძებთ მართლა ვერ იპოვით თქვენ და არ ვიცი ჩვეულებრივი სანთლით თუ ეძებთ დაანთეთ და იპოვით იმიტომ რომ ერთ რო უთხრეს ხო იცი ეგ რომ მივიდა და აიო ეკიპთან რომ მივიდა რომ ეთქვის რომ ეკიმო ისავრაკია გული მткиვა და აი გულიანი კაცი რო ხარ იმიტომ მткиვა გულიო თორე ის რო იყო ის ადგილი გეტკინებოდაო და ამიტომ ბოდიში და მეტრაკეებს და ბუასილის სანთლით ხალხის ზემნას თავი დაანებეთ რა თავი დაანებეთ იმიტომ რომ საქართველოს ჩერისი არ გადაშენებულა პატიოსანი ხალხი არ ყოფილიყო სამ ქვეყანაზე ეხლა სხვათა შორის პატიოს ხალხზე გამახსენდა აი ხა სანამ დავიწყებდი გადაცემას ერთმა გორელმა კაცმა დამირეკა არ მინდა ხა გვარის დასახელება იმიტომ რომ იქნებ თვითონ არ უნდა და მითხრა ესეთი რაღაც თავის გასაჭირი აი გუშინო თქვენ გადაცემას უსმენდიო მეო და თქვენო იქო თქვითო რომ აი ეს მე თქვი ენერგოპროზე ვილაპარაკე მეგობრებო და ამათბამ რომელაშვილების ჩიხი ხო რო არ გამ რომელაშვილების ჩიხში გასკდა კანალიზაციის მილი ეხლაცო ველოდებითო აგერო არ მოსულან არავინო და მე მინდა რომ აი ამ კაცის გულის ნადები გითხრათ და იქნება მივაქციოთ აი პატიოსანი ხალხის გასაჭირსაც ყურადღება და რა შეეხება აი ბატონო ლექსო თქვენ რომ ამბობთ რომ აი მოღალატეებზე აი ამ ხალათზე ესე იგი მე ვერ წარმოვიდგენდი იმას რომ აი ეს ადამიანები ამ დონემდე მieყვანათ რომ გამოსულიყვნენ და აი ესე მოქცეულიყვნენ როგორც აი ხა მაგალითად რუსთაველზე იქცევიან ხალხო არ ვიცი სადამდე მიხვედით ყველაფერი მინახია რაღაც 1000 მარშებს ატარეს მაგრამ ძაღლი ადამიანების მარში ეხა საფლავში ტრიალებს გელა ჩარკვიანი. გელა ჩარკვიანი შვილიშვილია. კანდი ჩარკვიანის დიდი კანდი ჩარკვიანის შვილთა შვილი, რომელიც იყო საქართველოს პირველი პირი და გამოდის ეს ახალგაზრდა გოგო არის, მაგრამ ეხა არც ისე მცირეწლოვანია და აი ეხა გამოდის უერთდება ამ აქციას. მისი ბაბუა ყიფშიძე, ზურა ყიფშიძე. თქვენ კარგად იცით, ამაზე დიდი მსახიობი საქართველოს არ ყოლია და არ ვიცი, მე უდიდეს პატივს ავცემ. მამამისი მსახიობია სხვათა შორის და აი ხა არ ვიცი აი რა დონეზე მივიყვანეს ხალხი რომ გამოიყვანეს კატების და ესე იგი კნავიან და ყეფენ იმაზე აქციებზე და არ ვიცი სასწაული არის მეგობრებო და მაგრამ ყველაზე სასწაული ის არის რაც ჩვენ მე ვიხილე მე ერთ-ერთ წინა გადაცემაში გავუშვი ერთი ახალგაზრდას გამოსვლა რომელიც შეურაცხყოფს ეკლესიას და მე ვერ ვიცანი სიმართლე გითხრა ვინ იყო ეს არ ვიცი მეთქი ვინ არის მაგრამ ეს როგორ შეიძლება ეკლესიას შეურაცხყოფს და მეთქი მე დავადგინე ვინც იყო ეს ადამიანი ეს ბატონი ვინც ეკლესიას შეურაცხყოფს მინდა ახლა მოგასმე ეს არის ქეთი დოლიძის შვილი აი როგორ არ დაიღალა ეს გაუნათლებელი საზოგადოება ამდენი წევრი
მანიპულირებას და დაფარვას ჩვეულებრივი კრიმინალის და ძალადობის ამ რელიგიური სახელით. და ამ რაღაცნაირი ფსევდო რაღაც ეკლესიო ეს დასაკეტი არის ყველაფერი. ვიღაც ხიპიანი მამაოები და ვიღაცები დადიან და მემასწავლიან ჭკუას და ისტორიას ვინ რა უნდა გააკეთოს. და ამასთან ახლოს არის კრიმინალი, ჩვეულებრივი კრიმინალები არიან. ესენი და ესენი. ეხლა პოლიციაც შეუერთდა. ხო, სამწუხაროდ ეს არის ყველაზე სამწუხარო და ისე რელიგია და ფარისევლებზე ეს არის თორნიკე ბზიავა ქეთი დოლიძის შვილი. ჯერ ეს ქეთი დოლიძე იღებდა, ეხლაც იღებს, მე მგონი ამ ქართულ ფონდიდან ბიძინა ივანიშვილიდან დახმარებას. და ბიძინა ივანიშვილს დღეში ადჯერ ეუნებოდა მადლობა. ეს ქალბატონიც გამოვიდა ეხლა და ამ ნაცებს დაუჭირა მხარი და ეს საერთოდ ამან ყველა რეკორდი მოხსნა, ამან გამოვიდა და ნაცებს კი არ დაუჭირა, ეკლესია და სასულიერო პირები მოთხარა ძილფესვიანად. მე არ ვიცი ხალხო, აი ვინ არის საერთოდ რა ხალხია ესენი, არ ვიცი. ეს კაცი საერთოდ აი ამას ხორცს შეიჭამ, შვილო, ხორცს შეჭამ შენ მისგან, რა ქვია, ცოდვებისგან. შეიძლება ღიპიანები შენ ხარ გასაგდები ამ ქვეყნიდან. აი შენნაირი ადამიანი ამ ქვეყანაში არ უნდა. შენ არა ხარ ღირსი რომ საქართველოში ცხოვრობდი და ქართველი გერქვას. ვინ უნდა გამოყარო შე არარაობა ვინა? აი ხა მე მაშინაც ესეთი მძაფრი რეაქცია მქონდა, მაგრამ ეს ქეთი დოლიძე ვიშობე ასეთი რომ ეკლესიის მე ვიზიარებ შემწუხარებას იმის გამო რომ აი ესეთი შვილი აღზარდე რა. შენ საერთოდ უნდა დაიმალო და ხმარ უნდა ამოიღო შე არარაობა შენა რა. ჩვილმა და მთელი ცხოვრება რომ არასწორ პოზიციებზე დგახარ, ჯერ იყო გამსახურდიას უპირისპირდებოდა, მერე იყო შევარდნაძე გაყიდა, მერე იყო ეხლა საქართველოს გაყიდა ბიძინა ივანიშვილი რა მოსატანია საქართველოს გაყიდა ბიძინა ივანიშვილს გაყიდა აბა რა იქნებოდა საქართველოს რო გაყიდი და აგერ გამოიყვანა შვილი რა შვილი აღზარდა ესე იგი და ეს არის რეჟისორი ვარო ერთი ამის გადაღებული ფილმი მანახა რა ეხლა თავი რომ მოაქვს ვის რა ჯანდაბათუ და შენი გადაღებული ატყობთ რა საქართველოს ყოველთვის თელი თავის ისტორიის მანძილზე ადრე ხო იყო ფეოდალები ფენა რომელიც იყო მაღალი ელიტური ფენა რომელსაც ქონდა ფულიც ქონდა გავლენაც ქონდა და ეს ფეოდალები სისუშობდნენ მაშინ მეფეებს საქართველოს მეფეები დაიღალენ ამ ფეოდალების მორჯულებაში აი ეს ინტელიგენცია ასე რომ უწოდებენ პრივილეგირებული რო იყვნენ ყოველთვის კომუნისტების ეპოქაში ბინა მაგათ პირველი ბინა მაგათ უნდა მიიღოთ პირველი მაგათ უნდა მიიღოთ მანქანა ამ დროს მეშახტე იყო მაღაროში მუშაობდა კაცი მასწავლებელი იყო ის კი არ ღებულობდა ეგრევე არა ეს ამათ უნდა მიიღოთ ყველაზე კარგ ადგილას თბილისის ცენტრში ამათ ჰქონდათ ბინები ყველაზე კარგ ადგილას თბილისში და თბილისის შემოგარენში წყნეთი კოჯორი თუ რა ვიცი რაც არის ყველაფერი აგარაკები ამათ ჰქონდათ ყველაზე მაგარი მანქანები ამათ ჰქონდათ და ეს პრივილეგიებში რო იყვნენ სულ მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ყოველთვის იყვნენ მოღალატეები აი ხლა მე კიდე ჩვენ განახეთ აგერ აი ამ ქალბატონის ქეთი დოლიძის შვილი ხო განახეთ ეგერ იმ რა ქვია ზურა ყიფშიძის შვილიშვილი ეხლა მე მინდა განახოთ აგერ დიდი რეჟისორის თემურ ჩხეიძის შვილი ეკა ჩხეიძე რომელიც აგერ აი რა ესეც მოღალატეობრივი განცხადებით გამოდის აგერ ეს არის აი ძალიან კატეგორიულად ვამბობ ეს არის მშვიდობიანი აქცია აი როგორ გითხრა მდუმარე აქცია რა მოწიეთ ქალბატონო ეკა ასეთი რომ ვერ ხედავ თქვენი თვალები ასე დაბრმავდა რომ რა მშვიდობიანი აქცია გადაწვეს რუსთაველი რა მშვიდობიანი აქცია რეებს ლაპარაკობ და როგორ არ აქვს ხვენიათ მართლა მაინტერესებს რა ანი მამა თქვენმა როგორ ერთხელ ტელეფონის ყურმილი არ აიღო და როგორ არ დაგირეკათ ბატონმა თემურმა მაგრამ მე აღარ გამიკვირდება რომ თემურ ჩხეიძეც მაგაზზე იყოს იმიტომ რომ აგერ მურმანჯინორია გამოვიდა და თქვა რომ მეო ამ ახალგაზრდებს რო უყურებ მე ამაყებავ ახალგაზრდებს რომლებიც წვავენ ანადგურებენ და ყველაფერს ესე იგი საქართველოს ბედიღბას უკუღმა ატრიალებენ რომელი ახალგაზრდების გეამაყება მაინტერესებს რომლებიც ეკლესიას შეურაცხყოფენ ბატონო მურმა და კიდე არ ვიცი რამდენი ჩამოთვალო აი ესეთი ინტელიგენციის წარმომადგენლები აგერ ახლა ეს თემურ ჩხეიძის შვილი განახეთ ხო აგერ ახლა განახებთ აი ეს დიდი ქალბატონ მომღერავს აი ახლა ამას ახლა მე ეს როგორ გამოვტოვებდით ამას ახლა აი ნაცებსაც კი არ ვიცი როგორ შეიძლება გაიგეთ 14 დღიანი ტერორი თავისი
მოსახლეობისთვის არ გაუბედავს. არავის ეს არ გაუკეთებია საქართველოში, რასაც დღეს ჩვენ უყურებთ ჩვენ ქუჩებში. ხო, ეს რა არის? პირველი დღეები მაინც პროპაგანდაო, ევროპაო, რაღაცა პროპაგანდებს გვახმევს თავზეო და მე რა ვიცი, მეგონი დაიჯერეს კიდევაც რეგიონებში ადამიანებმა, რომ ბიჭს გაუშვებს სკოლაში და გოგო დაბრუნდება, თან შენ არ გკითხავს არავინ. ხო, ეს სად ნახეს? საიდან მოიტანეს ეს რუსული საიტებიდან საშინელი ტყილები? აი ეს იყო პროპაგანდა. ამან დაზაფრა ხალხი ისმის და უბრალოდ რას ვამბობ, რომ აი ამ პროპაგანდის საპირწონედ იცით 28-მდე ვაჩერებთ და გავაკეთებთ ყველაფერს. ეს ხო ზღაპარია, ეს ხო ტყუილი აღარ. ასე უტიფრად შეიძლება შენი მოსახლეობა. კი, და აი 28 არ ვიცი რა, დავიღალეთ რა. ამანაც ხო თავი წაგჭამა თავისი იმითი რა ქვია ვოკალით და თავისი შემოქმედებით, მაგრამ ყველაზე სასწაული მაინც ეს ქალბატონი იყო, რომელმაც ასევე შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს და განსაკუთრებით ემიგრანტებს. ის რასაც იქიდან ისვრი აი ამ სიტყვებს არ გცხვენიათ რეებს აკეთებთ ემიგრანტები აი სამარცხვინოები ხართ თქვენ შევარცხვინე მე თქვენი ქართველობა არც კი გცხვენია თქვენ რასაც აკეთებთ გაჩუმდით მაინც დაიმალეთ ვირთხებივით თქვენ არ გაქვთ უფლება თქვენ არ გაქვთ უფლება სიტყვა წარმოსთქვა საერთოდ ქართველებთან რომლებიც მართლა პატრიოტები არიან აი ეს ბავშვები რეებს აკეთებენ თავს წირავენ ჩვენ ხო სიცოცხლე გვაქვს გაწირული დამიჯერეთ ხალხო ერთ-ერთ ექიმს მიმართავს ესე იგი ირმა სოხაძის განცხადება სად მოვა ამასთან რაც იკადრა თამრიკო ჭოხონელიძემ მე არ ვიცი აი სადამდე დაეცა ეს არის სატანა რო შემოვა შენში მე ყველაფერზე ხარ წამსვლელი ადამიანი რომელიც პატრიარქის საგალობელს ასრულებდა სამებაში და ცრემლებით ღაპაღუპი მოდიოდა ხალხს როცა ამ საგალობელს უსმენდა ადგა მერე და თქვა რომ მეო ვიყავიოთ იმაშიო თურმე მცდარგზაზეო ტაბურეტკა მოიტანა დადო და მერე გამოდის და ლაპარაკობს რატო არ მეძახისო მეო პატრიარქიო თავის დაბადების დღეზეო და საპატრიარქო რა უნდა დაგიძახო შენი ადგილი არის პიდარასტების ბარში შენ უნდა იყო ქალბატონო თამრიკო თქვენს მეუღლესთან ერთად ის რომ არის როინიშვილი თქვენ იმ პარტიასთან ხართ ვინც სოდომისტებს უჭერს ხარ და თქვენი ადგილი არის ცისფერ იმაში რა ქვია კლუბებში და გეი კლუბებში თქვენ იქ უნდა იმღეროთ ოღონდ არა პატრიარქის საგალობელი უნდა იმღეროთ თქვენ იმ რა ქვია კახუჩელასთან და იმებთან ერთად რა თქვენი ადგილი იქ არის თქვენ დიდი ხანია დაკარგეთ ქართველი ხალხის სიყვარული მე არ ვიცი აი რა არის რა არ მის აი ბატონო ლექსო ადამიანს აი ხალხს რო უყვარ ხარ და ესე რო ამ სიყვარულს რო გაცვლი რაღაცა გროშებში აი რატო აკეთებენ ამას ახლა მერაბ სეფაშვილი რომელიც ყველასთვის საყვარელი ის იყო მომღერალი ჯერ იყო ჩემი გმირი გიწოდეო სააკაშვილის უმღეროდა მერე ბოდიში მოიხადა მეო ესე რაღაც მერე ისე აგენ ნაცების გვერდით დადგა ბუბა კიკაბიძემ რა გააკეთა კაცი ბუბა კიკაბიძემ ადგა და ბოდიში ნაცების გვერდით დადგა და საერთოდ 92-ში ავტომატს ესროლ და ზვიადისტებს კიდე უამრავ აი რატო აკეთებენ ეს ხალხი აი ჩემამდე არ დადის ბიჭო ხალხის სიყვარულს როგორ აცვლით აი ამ სიზღში მაინტერესებს აი რა გინდათ ეგეთი ფული მე ვერ ხვდები ბევრი ეგეთი გაზულუქებული არსებობს რომლებიც იჯდნენ პოსტივიზე ხო იჯდა ეს ქალბატონი რომელიც საკმაოდ დიდ ფულსაც იღებდა ეხა პოსტივიზე აი ესეთ იმედზე იჯდა 24 საათი აი ეს ქალბატონი ანდრო ჭიჭინაძეს და აი ამ რეჟიმის ყველა უკანონო პატრიმარს ძალა ერთობაშია შევხვდებით თეატრში რა თქმა უნდა ანდროსთან ერთად ეს ქალბატონი რუსკა მაყაშვილი არის აი მე კიდე ამ იმედს მინდა მივმართო რო ყოველთვის ეს ფუდიში და ეს მოღალატეების თავშესაფარი რატო არის ეს ტელეკომპანია იმედი ეხლა დუტას ხიტლაძის გამოსწორება რო არ იქნებოდა ეხლა გაიგეთ თქვენ და მაყაშვილების და კიდე უამრავი ადამიანის რომელიც და თქვენ რა გონიათ ეხლა რა ხელფასები ერთი 10000 5000 ხელფასები ექნებოდა დარწმუნებული ვარ მე და აი ხა კიდე ეს ქალბატონი ეს კრისტი ყიფშიძე ესე იგი ესეც მოდელი ესეც იმ რძალი არის იმ რა ქვია ზურა ყიფშიძის რძალია ეს ხალხი რამე ახალი ნარკოტიკი შემოვიდა საქართველოში რომ ეს ხალხი ასე ბოლდება რომ ისეთ სისულელებს იძახის რომ არ ვიცი აი არ ექვემდებარება არც ერთ ლოგიკას მოვყევით რაღაც საშინელ აი არც მინდა გახსენება ისეთ სულ ვითარებაში ტანკები, ჯარისკაცები, ავტომატები და ეს არასდროს არ დაფიწყდა. და არ მინდა.
არ ვიცი რა სადნახე შვილო ტანკები გამოსული თბილისში თან ტიროდა მე სიცილი დაიწყო მე იმ თავისმა შვილმა ეს შვილია მიაუმიაუს რო იძახის ისა და აი მე არ ვიცი რა სად რომელი რა მოწიე და რას ყნოსავთ ამისთანაც რა მე აი არა გეოესე ეხა აი ბოლო სურათი ნარკოტიკების ზემოქმედების რაღაცის ზემოქმედების ხო ეხა ნარკოტიკი ეხლა ნარკოტიკა სხვარი ზემოქმედების ქვეშ უნდა იმიტომ რომ აი ჰიპერბოლა წარმოგიდგენია როგორ არის ეს ყველაფერი ესე იგი არ ვიცი აი კატასტროფის პირასავართ და